ის რაც დღეს საზოგადოება მიხილა, ეს არ იყო პოლიციელებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება, ხო, აი აბსოლუტური უმრავლესობა იქ ყოფი ადამიანების უბრალოდ პოლიციელების ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი. ეს არავის აღარ გვიკვირს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული აგრესიით იყვნენ განწყობილნი, განსაკუთრებული აგრესიით და გასაგებია. გასაგებია ამ ქვეყანაში ყველაფერი ყველასთვის. ეს არის მოცემულობა, სადაც შენ აღარც სახში დაგედგომება ამათ ჭკუაზე რო იარო, გესმით? იმიტომ რომ სახში შემოდიან, შემოგივარდებიან, აღარც უნივერსიტეტში, აღარც თეატრში, აღარც საავადმყოფოში არსად. ან იღებ, მოკლედ, თამაშის წესებს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ან იბრძვი და საზოგადოებამ არჩია ბრძოლა, არჩია მართალი ბრძოლა და ამ ბრძოლით გამარჯვება. ეხლა მე 12 წელიწადია 2013 წლიდან ვარ ამ პოლიტიკურ პროცესებში. მე ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს, განსაკუთრებით ბევრი ყოფილა დაკავებული, მაგრამ არასოდეს არ მქონია მაგალითად პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი პოლიციასთან და დაპირისპირებას ფიზიკურს პოლიციის შენობაში დაკავების შემდეგ ხელბურკი დადებულს არასოდეს არ მქონია. დღეს ეს მქონდა. რა მოხდა? მაშინ ამის შესახებ გვია. ისანის სამგორის სამმართველოს შენობაში, ეგრეთ წოდებულ შუშებიან შენობაში გახდით დაკავებული ხელბურკილებით და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვინმე გიორგი ჩოქური, ასე სახეზე ვცნობდი ამ ადამიანს, ვინაიდან აქციებზე ის აქტიური ბიძინისტია, როგორც ირკვევა. ამ ადამიანთან მქონდა მოკლედ შელაპარაკება და რასაკეთებთან დაკავშირებით მექნებოდა გასაგებია, ხო? და ხელბურკილები დადებული ვიჯექდა, ეს კადრები შეიძლება ამოიღონ, მაგრამ ეხლა საკუთარი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ზონდერებმა მათი დავალებით ნახეთ, ხო, რა მოუწეს, რა პროვოკაცია ბათუმში და დღემდე არ აღგზეს ვიდეო ჩანაწერი და ამ ვიდეო ჩანაწერს ვინ მოგწეს, მაგრამ აი თუ ამ ჩემს ნათქვამს ახლა რასაც ვიტყვი, ესენი შეეწინააღმდეგებიან, მარტივად კადრები გამოაქვეყნონ სკამზე მსჯდომ ადამიანს ხელბურკილ დადებულს ისანის სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქური წიხს მირტყავს, გესმით? წიხს. აი ფიზიკური ანგარიშტორებაზე მეტია, ხო? შენობაში დაკავებული, რა მნიშვნელობა საერთოდ რო ადამიანის კოლობაზე ვიყო დაკავებული, როდესაც ხარ, დაკავებული რა გვიკვირს, ეხლა ნაწამებია ადამიანები, ნაწამები არიან და ესა მათი ხელწერა. ეგრეთ წოდებულ მილივენში, ეგრეთ წოდებულ, არ ვიცი, რაღაცა მარშრუტკებში ტენიან, დღესაც იგივე გააკეთეს, მე მგონი, რასაც მეგობრები ხა მიყვებენ, ესა მათი ხელწერა, მაგრამ აი ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალე შენობაში, როდესაც სამმართველოს უფროსის მოადგილე, მე მგონი ისნის პოლიციის უფროსია გიორგი ჩოქური მოვწონვარ არ მოვწონვარ იმას რო ბედავს რომ წიღს დაკავებულს ურტყამს და საკუთარი თანამშრომლები რომ არა ითქოს ეს სამართლიანობის შუაში ჩადგნენ, ხო? ეს არის მოცემულობა, რაზეც დგას ივანიშვილი. და ეს მოცემულობა შეიცვლება, ასე ვერ იქნება, შეიცვლება ეს მოჯადოებული წრე მანკიერი გაირღვევა, ვინაიდან ეს პროცესი არის უნიკალური, ერთის მხრივ ირყევა რეჟიმი, მეორეს მხრივ დემოკრატიული ფასეულობები და ღირებულებები არის წამყვანი ძალა ამ პროტესტში და ამ პროცესში. და ამაზეა დაფუძნებული სამოქალაქო პროტესტი. თვითორგანიზების მაღალი ხარისხია და ამაზეა დაფუძნებული ეს პროტესტი და ეს პროცესი და პასუხისმგებლობის განაწილებას. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, მეგობრებო. ეს არ არის მით უმეტეს პარტიული პროტესტი. პოლიტიკური პროტესტი არა, ეს არის ეროვნული ინტერესის დაცვის პროტესტი. სადაც მარტივი გზავნილი არის გაჟღერებული და ამ გზავნილის ფარგლებში ბრძოლა არის ჩვენს მიერ გაჩაღებული. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მოსკოვი და რუსეთი. ჩვენ გვინდა ვიყოთ საქართველო და განვითარებული ევროპა. აი ეს დაპირისპირება, არანაირი პოლარიზაცია აქ ერთ ჯგუფსა, თუნდაც ოლიგარქიულ ჯგუფსა და საზოგადოებას შორის არ არის. აქ არის დაპირისპირება სიყალბესა და სიმართლეს შორის. ამაზე კიდევ კითხავთ ბატონიკა, მანამდე მინდა აი ამ ფიზიკური ანგარიშსწორების საკითხს დავუბრუნდეთ. ხო, კი ბატონო, უბრალოდ მაინტერესებს ეს ჩოქური მარტო იყო, ეს იყო ერთხელ დარტყმა, თუ აი სხვები იცან. პირველ რიგში მოგახსენებთ
ეს იყო ორი ტემპიანი შეტევა, ნუ მე უნდა თქვა ახლა სიმართლე საკუთარი თანამშრომლები ჩადგნენ შუაში, მეორე ტემპით შეტევა, როდესაც წამოიწყო, მაგრამ ნუ ეს ხდება პირდაპირად პასუხისგებელი ვარ და აი რასაც მე ახლა ვამბობ ამ წუთას, რაც მოხდა მეორე სართულზე ისნის სამმართველოს შენობისა. დიდ სივრცეში, სადაც დაახლოებით 20-25 ოპერმუშაკი მუშაობს, ასეთი ღია სივრცეებია, ხო, 20-25 სამუშაო მაგიდაა იქ მოკლედ განლაგებული, აი ამ სივრცეში ხდება ეს ყველაფერი, სადაც პატარა ოთახში კი არა, მცირე ზომის ოთახში, აი იქ ხდება ამის თვითმხილველია უამრავი ადამიანი. ამოიღონ ვიდეო ფირები მეორე სართულზე, როდესაც მე სანამ ხელბორკილები მადევს და ვზივარ. რა ხდება ჩემსა და ამ ბატონ ჩოქურს სწორად მივხვდი ერთხელ დაგარტყათ და შემდეგ პოლიცია ჩადგა თქვენ შორის. გადაღება ბუნებრივია მე ხელბორკილ დადებული ავდექი და მქონდა ადეკვატური მოკლედ შეპასუხება ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ იქ ხა 7-8 სხვა პოლიციელი იდგა, რომელმაც გააკავეს ეს ადამიანი. მაგრამ ეს ადამიანი წყობიდან არის გამოსული, იმიტომაც არის აგრესიული, იმიტომ რომ ის დაცლილია სიმართლისაგან. და ნამდვილად ეუხერხულება იმის მოსმენა, რომ ის არის ივანიშვილის სამსახურში, არანაირი პოლიციელი ის არ არის. და ეს უთხარი მე მას, რომ ის არ არის პოლიციელი და ნუ თამაშობს პოლიციელობას. რატომ დაიწყო ეს დაპირისპირება თავდაპირველად? აი დაკავების მომენტში იზოლატორში არის მე კადრები ვნახეთ, რატო გაუსწორდნენ ფიზიკურად მაგალითად თევზაძეს რაღაცა ბრძოლა წესების გარეშე ილეთით, ხო, რატო ჩვენს მეგობრებს, რატო არის საბათ სვიტარიძე დაჭერილი, რატო არის მზია აღმაღლობელი დაჭერილი, რატო არის 53 ადამიანი პოლიტპატიმარი, რატომ აწამეს ამ ქვეყანაში უკანასკნელების განმავლობაში 300-მდე ადამიანი, რატომ? იმიტომ რომ მათ უნდათ მინიმუმ რუსეთს თავი დავანებოთ ერთი წუთით და მტრულ საგარეო პოლიტიკას, მათ უნდათ მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც მოპოვებული აქვს, ეს კორუფციული, ოლიგარქიული მდგომარეობის შენარჩუნება. ეს ადამიანები ყველაფერთან ერთად არიან გამდიდრებული, გამილიონერებული ხალხი. მაღალი თანამდებობის პირები ეგრეთ წოდებული პოლიციაში. ჩვენ ვნახეთ, ხო? მე ვნახე, ხა სანამ თქვენ ჩაგერთვებოდით, ეგრეთ წოდებული ხარება როგორ იქცევა. დაკავებულ ადამიანს 4-5 კაცი რო აკავებს და როგორც ძღვენი რომ მიართვეს მას და ჯიპიდან რო გადმოვიდა და ფეხით რო რატომ გაუსწორდა? იმიტომ რომ მათ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ თუ სადმე პოლიტიკა საერთოდ იქ არსებობს რაიმე ნიშანწყლის სახით რეპერტუარში აღარ დარჩათ არაფერი, აღარანაირი პოლიტიკური რიტორიკა, არანაირი მსჯელობა, არანაირი კამათი, არანაირი დისკუსია, ერთადერთი რაზეც ისინი დგანან ეს არის ძალმომრეობა, კუნთი და ამ კუნთით აპირებენ ისინი რომ დაჯავნონ სიმართლე. ეს მათ არ გამოუვათ. დღეს იყო ერთის მხრივ ლუსტრაცია, ერთ-ერთი ძალადობა იყო, მეორე ლუსტრაცია იყო აი ამ ძალმომრეობითი რეჟიმისა. იქ სადაც დღეს იდგა 1000, უნდა დადგეს 10000 და სადაც დგარა 10000, იქ უნდა დადგეს 100000. სადაც ერთი კაცი დგარა, 10 უნდა დადგეს და სადაც 10 იქ 100. და აი მხოლოდ 100 არის ძალადობის ჩახშობა შესაძლებელი და ეს ძალადობა ჩაიხშობა. არაფერი არ მოქმედებს, ხო? პატივი არის ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქისთვის იყოს ამ მართალ ბრძოლაში ჩართული, თუნდაც არასასიამოვნო იყოს, როდესაც შენ გისწორდებიან ფიზიკურად, მაგრამ ისტორიის წინაშე ხომ მართლები ვართ, როდესაც 2025 წელს ვართ, ხომ უნდა შეგვეძლოს იმის გააზრება და მომავლის გადმოსახედიდან გადმოვიხედოთ 2025 წელს. ანუ 2044 წელიწადში ხო შეიძლება ჩვენ ერთი წამით ვიმოგზაუროთ და გადმოვიხედოთ იქიდან 2025-ში და საკუთარ თავს შევხედოთ და იქ აღმოვაჩენთ საკმარისად ვაქტიურობთ იმისათვის რომ მე სანანებელი არ გაგვიხდეს 20 წლის შემდეგ, 15 წლის შემდეგ. თუ პირიქით, მე ვფიქრობ არც საქართველოს მოქალაქეს განსაკუთრებით მათ, ვისაც სამართლიანად მიუღებად მიაჩნია ივანიშვილის რუსული რეჟიმი, არ გვაქვს უფლება მაქსიმალური ძალისხმევა არ გავიღოთ ამ პროცესში. და ეს არის პროცესი, სადაც კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, შვიდობიანი, აი არაძალმომრეობითი, მაგრამ ძალიან მართალი
პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერების შემთხვევაში აუცილებლად გამოიღებს შედეგს გარდაუვალია და მე ვთხოვდი უცნობებსაც, ნაცნობებსაც, ანუ არ არის აუცილებელი რომ ჩვენ თანხმდებოდეთ დღეს თბილისში რამდენი ადამიანი იდგა, ვის შორისაც ალბათ ბევრ საკითხზე თანხმობა ვერასოდეს ვერ შედგება, მაგრამ მადლობა ღმერთს ჩვენ შეუთანხმებლად შევთანხმდით, რომ წაგვართვა ივანიშვილმა მომავალი და მოდი ჯერ ეს მომავალი დავიბრუნოთ. და იმ მომავალში, როდესაც დავიბრუნოთ, იქ ვიკამათოთ. ახლა ამ წუთის მდგომარეობით, თუ ვინმე სწოდავს, პირველ რიგში ამ ქვეყანაში არის ის ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ ეს პროტესტი არის პოლიტიკური პროტესტი. ეს პროტესტი გამიწვევდეს არის პარტიული პროტესტი, ეს არის ეროვნული პროტესტი. ეს არის, არ ვიცი, აი ხალხის ფორუმია, გესმით? ხალხი ქუჩაში ვართ გამოსული, უკვე მე რამდენი დღეა. ვიღაცა უკვე 5 და 7 წელიწადია ქუჩაშია. ვიღაცა 10 წელიწადია, ვიღაცა 3 თვეა, ვიღაცა ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ვინც არ გამოსულა, ისიც გამოვა. და ივანიშვილს ეს შავნიღბიანი ადამიანები და ბატონი ჩოქურები მოძალადე, ეხლა მე რო ამას, იმიტომ კი არა. ბატონი გამოდით რა აი ეს დავაზუსტოთ, ხო? აი მაყურებლისთვის დავაზუსტოთ. თქვენზე აი ამ ძალადობის ინციდენტში მონაწილეობდა მხოლოდ ჩოქური თუ იყვნენ კიდე იქ სხვა პირები და ასევე ხო, სიტყვიერ შეურაცხყოფას თუ ქონდა ადგილი. მისი ერთი არ ვიცი ვინ გვარი ის იყო აგრესიული, მაგრამ მისი მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას არ ქონია, მაგრამ ეს ადამიანი, ეს ჩოქური იყო წყობიდან გამოსული ადამიანი, ამას ატოყვები და ვალდებული ვარ მოვყვე, იმიტომ რომ ამ პროტესტში ყოფნა არ არის ჩემი მხოლოდ პოლიტიკური ვალდებულება, საზოგადოებრივი ვალდებულება, მოქალაქეობრივი ვალდებულება, მორალური ვალდებულება პირველ რიგში, როდესაც ვიცით, რომ უამრავი პოლიტპატიმარი ყავს ამ ქვეყანას და ახლა რომ გვისვევენ და გვიყურებენ, იქ არ უნდა ისხდნენ იმ მოთხედეში გამოწყდებულები და მე ადამიანს, რომელთა ზოგადად პოლიტიკოსებს ან სამოქალაქო აქტივისტებს, ვისაც აქვს წვდომა მედიასთან მაგალითად თავისუფლად ვისაც აქვს შესაძლებლობა რომ არა მხოლოდ ადგილობრივ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც გააგებიოს მისი უფლებების შელახვის შემთხვევები, ხო? როდესაც ამას კადრულობენ ჩვენთან დაკავშირებით არ ვიცი ხა 30 და 20 კაცის თანდასწრებით პოლიციის შენობაში სამოქალაქო აქტივისტს, პატრიოტს ან მოქალაქეს ვისაც უბრალოდ ასე ფართო მასები არ იცნობენ, თქვენ წარმოგიდგენიათ, რას კადრულობენ? ეს ჩოქური ხა წარმოგიდგენიათ, რას იკადრებს, როდესაც ის დააკავებს არ ვიცი ადამიანს, რომელსაც არც თქვენ და არც მე ვიცნობ და ზღვა არის და ეს პროტესტი ამიტომ არის ასეთი ძლიერი, ასეთი ადამიანებით ზღვა რაოდენობა არის ასეთი ადამიანის ამ პროტესტში. წარმოგიდგენთ რა თვითონ გიორგი ჩოქური მონაწილეობდა თქვენი დაკავების ოპერაციაში? აი რატომ მოხდა თქვენი დაკავება, რა განგიმარდეს, რის გამო გადაყავდით? არა ეს იყო არა, დაკავების დროს ჩოქური არ იყო, ჩოქური დამხვდა ისანში. დიახ. ისანის სამგორის მთავარი სამმართველოს შენობაში. ყავდით მოთავსებული. დიახ, იქ დამხვდა. ეს ადამიანი არის ამ მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. რაც შეეხება დაკავებას, არ ვიცი ხა ჩემ დაკავებაზე რა ვისაუბრო, როდესაც ყველას აკავებს. მაგრამ აი თქვენ რა მიზეზი დაგაკავეს რა? აი რა მიზეზისაც ხებს აკავებენ. რა მიზეზით? არაფერი, როდესაც წინააღმდეგობა ზვითდება, ნერვიულობს ივანიშვილი, მეტად და მეტ შეცდომას უშვებს. ასე იქნება, მოვა აუცილებლად და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში ძალიან მალე დღე და დღეები, როდესაც ძალიან ბევრ წერტილში გეოგრაფიულ სხვადასხვა ადგილას იქნება ზღვა საქართველოს მოქალაქე გამოსული. და იქ დასრულდება ეს რეჟიმი, რომელიც ახლა ნამდვილად ირყევა აი ამ პატრიოტი გულანთებული ადამიანების აქტიურობით, რომლებაც ჩავთვალეთ, მადლობა ღმერთს ეს ძალა მოგვეცა, რომ მოვერიოთ ძალიან ვერაკ მტერს, რომელიც წლების განმავლობაში აწმუნებდა მათ შორის დასავლეთს, რომ ის იყო დემოკრატიული მმართველი, რომელიც წლების განმავლობაში აწმუნებდა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, რომ ის იყო ადამიანების უფლებების დაცვის სადარაჯოზე მდგომი, მაგრამ აი დღეს უკვე 2025 წელს საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაიგო ვინ არის ივანიშვილი და ვინ არის არ ვიცი მის დაქვემდებარებაში ყოფილი მოძალადეები. არავინ ეხლა მე ჩოქურს რა უთხარიო რა ძალა გათქმევინებს სიტყვას თუ შენ ხარ პოლიციის უფროსი აქ. როდესაც ეხლა მაგალითად ბესიკის ქუჩაზე ჩვენი თვალით ვნახეთ, ხო? როდესაც პოლიციელები იდგნენ და ზონდერები უსურდებოდნენ მაკაჩიხაძეს ჟურნალის სხვებს
და 20 მეტრში იდგნენ, ძალადობდნენ და არ რეაგირებდნენ. რას გეუბნებოდა თვითონ ეს ადამიანი ამ განყოფილებაში რამე აი შეურაცხყოფის გარდა კიდევ რას გეუბნებოდა? ეს ადამიანი და მსგავს რაღაცა გამოყვანილი ყავთ თითქოს რაღაცა კოლბაში რაღაცა ჯიში ყავთ გამოყვანილი იცით მათ რაღაცა ნაწილს მართლაც სჯერათ ივანიშვილი არის მესია ამ ქვეყანაში მათ ნაწილს სჯერა რომ ივანიშვილის და აქ ზოთულია შეეწინააღმდება ივანიშვილის მართვის ადავებთან დარჩენა მათი მდგომარეობის მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესებას ნიშნავს. ეს ადამიანები არიან ზონდერები, რომლებიც მზად არიან ყველაფერი იკადრონ, აბსოლუტურად ყველაფერი იკადრონ. სახლებში შევარდნენ. დააპატიმრონ ქალი, ახალგაზრდა, კაცი, ასაკოვანი ადამიანი არ არსებობს ზღვარი, რომელსაც ისინი არ გადალახავენ. მე არ ვიცი მე ვერ მოვასწარი კადრების ხილვა სხვა დაკავებულები რა სიტყვია, ოდესაც ისინი გათავისუფდებიან, მაგრამ მე პირადად სანამ მომათავსებდნენ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, ხა იქ ძალიან ბევრი პოლიციელის გვერდით ჩავიარე დაკავებულმა და ნიღბიანები ყველა. გეუბნებით, თითქოს ეს იყო დადგმული, ხო შეიძლება სამმა პოლიციელმა შეგაგინოს, არმა შეგაგინოს. შეიძლება 5-მა შეგაგინოს, არც 5-მა უნდა შეგაგინოს, ერთმა. შეიძლება 100-ნი იდგნენ და 100-დან 90 გაგინებდეს. ანუ ეს არის მხარი უბრალოდ, ახლა მე რო ჩავიცვე ხა პოლიციის ფორმა და მე რო ვთქვა რომ მე ვარ პოლიციელი, ხო? მე ხო არ ვიტყვი, აი ეს ხალხი არის. მოგეთ ყველაფერი პოლიციის გარდა და ყველაფერი კანონის დამცველის გარდა. ეს ხალხი არის კლასიკური ბოროტმოქმედი კრიმინალი მე თუ დღეს რამე გამაკვირვებდა არ მეგონა და მეც კი გაკვირვებული დავრჩი. ამათ მეგობრებთან ერთად ციხეშიც ვარ ნამყოფი. მათი სისხლის სამართლის წესითაც ვარ გასამართლებული, ადმინისტრაციული წესითაც, ისედაც ვარ დაკავებული, ასეთაც ვარ. მე ეს რაც დღეს ვიხილე, გინდა დაკავებამდე და დიდ დაკავების შემდეგ არ მაქვს ნანახი, მაგრამ შემიძლია ახსნა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ეს არის ეტაპი, რომელსაც ვეღარ გაევლის ივანიშვილი და მისი პოლიცია. დიდი მადლობა.